მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამა ვარსკვლავები გვამსწრებენ, მე ტელეწამყვანი მიხეილ ცაგარელი, დღეს საუბრობთ თქვენთვის საინტერესო ასტროლოგიურ პროგნოზზე, როგორ იქნება ეს კვირა ზოდიაქოს დეშანტატვის საუბარია 19-25 ივნისის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე, რა ტენდენციები აქვს მოსალოდნელი და პირველ რიგში მე მინდა რა სკოლია ვიმოქმედო ისევ დავისარგებლო პრინციპით, ვის გაფრთხილებულია ის შეერაღებული, იმიტომ რომ კვირა რთულია. უდავოდ დედამიწა უარყოფით ენერგოველშია ჯერ კიდევ, ამის შემდეგ კვირიდან იგი გადავა პოზიტიურ ენერგოველში, მაგრამ სადღაც 27-მდე, 27 ივნისამდე პერიოდი მაინც რთულია, იმიტომ რომ უარყოფით ენერგოველი ნიშნავს იმას, რომ მაგ დაძაბულობა მატულობს. შესაბამისად შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები მეჩინონ თავი, შეიძლება კონფლიქტები მეჩინონ თავი, ტრავმულ ავარიულმა ტენდენციებმა მეტად ეჩინონ თავი, სირთულეები შეიძლება შეექმნას გარკვეული იდეების რეალიზაციას, მოლაპარაკებებს და ასე შემდგომ. ამიტომ ვიყოთ ყურადღებით, ეს არის შესაძლებელი გავაკეთოთ. ასე გვიძლია ყველაფერი რაც საჭიროა ის უნდა გაკეთდეს, მაგრამ მზად იყავით სირთულეებისათვის. რამე სირთულე შეიქმნა, აქაც უნდა იყოთ ყურადღებით და საერთოდ თუ ფრთხილად ვიმოქმედოთ, რომ ყველა სირთულეები ნაკლები იქნება, მაგრამ თუ იყოს, მაშინ ამაზე ნერვები უმაგისლება და მშვიდად წკნარად ასე ვთქვათ შეუდექით რაღაც პრობლემების გამოსწორებას. მაგრამ ის რომ ჯანმრთელობასაც ყურადღება უნდა და თქვენს მოქმედებასაც ეს უდავოა. მით უმეტეს, ამ კვირის განმავლობაში ჩვენ გველოდება ორი განსაკუთრებული მოვლენა, რომელსაც რასაყურელია უნდა სათავო ყურადღება და ეს დღეები, აი უკვე დღეს ხვალ და ზეგ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა განვლოთ. დღეს რატო? იმიტომ რომ დღეს ჩვენ გვაქვს ახალ მთვარეობა. ახალ მთვარეობა ნიშნავს, რომ მზის და მთვარის შეერთება ხდება ტყუპების ზოდიაქოში. პიკი უკვე იყო, გადავიარეთ დილის საათებში, მაგრამ მთელი დღე იგი ახდენს ზეგავლენას მთელ დღეზე, უფრო მეტ ნაწილობრივ ხვალინდელ დღეზეც ახდენს ზეგავლენას, იცით თქვენ ახალ მთვარეობას, არა ეგარი სატანური დღე, რომლისთვისაც მეტი პრობლემები ექნება საერთოდ ურთიერთობებს, ურთიერთგაგების შემცირების ფონზე, ნაკლებობა გარკვეულწილად აქ ენერგიისა და თან მით უმეტეს აღნიშნოთ, რომ აი ამ დღეს მოსალოდნელი ამ დღეებში ცოტა მოთენთილობა, ცოტა ძილისადმი მეტი შეიძლება მიდრეკილება, ენერგიის ნაკლებობა, ახალ მთვარეობა მიცის ამდაგვარი ტენდენციების შექმნა და იყავით ყურადღებით ინფორმაციის მიმართ. თქვენი მოტყუების ცდელობა, არასწორი ინფორმაციის მიღების ტენდენცია მოიმატებს, ნუ იქნებით ზედმეტად სრულსწრაფი, ზედაპირული, ესე შეიძლება გახდეს გარკვეული პრობლემების ერთ-ერთი საწინდარი და ამ ხრივაც უნდა ვიყოთ ყურადღებით და მოდით აღნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდია, რომლისთვისაც ესე იგი უახლოესია ეს 3 დღე, 18, 19, 20. ძალიან გეომაგნიტურია. ამიტომ ვეცადოთ, რომ აი ეს გეომაგნიტური ტენდენცია, ნუ მოდით ასე ვთქვა, თუ ჩვენ გვაქვს გარკვეული სკალა გეომაგნიტური, ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს გვაჩვენებს აქ ამ შემთხვევაში აპარატი გეომაგნიტური სკალის და მიხედვით. ამიტომ დღეს ხვალ ზეგ მაქსიმალურად მიაქცევთ ყურადღება წნევის მდგომარეობას და შესაბამისი, ესე იგი, ან წამლები მიიღეთ, ან ყავა დალიათ, გააჩნიათ და მიხედვით მაღალია თუ დაბალია წნევა, ანუ ზომები მიიღეთ იმისთვის, რომ ეს სფერო დაარეგულიროთ და ამან დისკომფორტი არ შეუქმნას თქვენს დაუშვათ შინაგან მდგომარეობას. ამ ხრივ ვიყოთ ყურადღებით, მით უმეტეს თუ ხანდაზმულები ყავთ, ან გულსიზარღვოვანი დაავადებების მქონე ადამიანები, მათ სჭირდებათ აქ განსაკუთრებული ყურადღება ამ თვალსაზრისით. ეხლა სხვა მშვენი მოვლენა, რომელიც აი ასევე უკვე დღეს, ასევე ხვალ და ზეგ შეიძლება თვალშესაცემი გახდეს განსაკუთრებით და ითხოვს ყველასგან განსაკუთრებულ ყურადღებას. რა მოვლენა აქვს? პირველ რიგში მარსი. თქვენ მოგეხსენებათ, მარსი ეს არის პლანეტა, რომელიც საქმიანობის პლანეტად არის ცნობილი, მაგრამ ამავდროულად ჩვენ მას ვიცნობთ ასევე როგორც აგრესიის მმართველ პლანეტას, კონფლიქტის მმართველ პლანეტას, ომის მმართველ პლანეტას, თუმცა საქმიანი შრომის უნარიანობა, საქმიანი შესაძლებლობების ბევრად მარსზეა დამოკიდებული. ანუ აქვს დადებით და უარყოფითი მხარეები. ეხლა მოდით ამშვიდ რა არის შავი მთვარის ცნება. შავი მთვარის არის მე-9 მოციქულის სატანის ეგზოდებული ლილითი. ასე უწოდებთ ჩვენ სხვანაირად შავ მთვარეს და ასევე პლანეტა ურანი. ურანი ეს არის მოულოდნელობების მმართველი პლანეტა, რომელიც ასე ითვლება გარკვეულწილად ბოროტ პლანეტად, თუ მას აქვს რაღაც უარყოფითი ნეგატიური ასპექტები, ასევე სხვა და მით უმეტეს ბოროტ პლანეტებთან. ამ შემთხვევაში მან იცის გაბოროტება, თორე ზოგადად ურანი არის თავისუფლების და გარკვეულწილად დემოკრატიის მმართველი პლანეტაც კი, მაგრამ ამჯერად რადგან მას აქვს კავშირი ბოროტ პლანეტებთან და ძალიან დაძაბული ურთიერთობით, აი აქ უკვე ცოტა სხვა სურათს ვიღებთ და 18-ში, 19-ში და 20-ში ხდება ძალიან ისეთი
არასასიამოვნო და არასასურველი ურთიერთობა ამ პლანეტებს შორის. პირველ რიგში მარსი და კიდევ დამოუკიდებლად ვენერა უნდა მეთქვა. ვენერა ეს არის ფულის მმართველი პლანეტა და სიყვარულის ხელოვნების მმართველი პლანეტა. ვენერა და მარსი ახლა უახლოვდებიან და თითქმის შეერთებაში არიან, რეალურად 20-ში იქნება ზუსტი შეერთება პლანეტა შავ-მთვარესთან. ეს ხდება ყველაფერი ლომის ზოდიაქოში. და აქედან ისინი ქმნიან სწორედ ამ პოზიციიდან ლომისა, ერთმანეთთან ხო ერთდება ვენერა, მარსი და შავ-მთვარე. უკვე მათ შეერთება ნიშნავს რას? რომ მაგ რადგან მასწავლებელი ძალა შავ-მთვარე, ის ასოკველა მეტად გააძლიერებს აი ამ დღეებში, დღეს ხვალზე ადამიანებში აგრესიულობას. იმპულსურობას, კონფლიქტურობას, რასაკვირველია. ასევე რადგან ვენერა აქვს, კონფლიქტურობა პირდაპირ მაღალი იქნება ძალიან პირად სასიყვარულო ურთიერთობებში, სადაც ყველას მართებს განსაკუთრებული ტაქტის და თავდაჭერის გამოვლენა. უფრო მეტიც შვილებთან შეიძლება ურთიერთობა ძალიან დაიწყოს. ეს დღეები ვეცადოთ ძალიან ფრთხილად და წინდახედულად გამოვთ, რათა აქ რაიმე სახის პრობლემები არ დაებეოთ. მით უმეტეს საქმიანი სფერო დავუშვათ, რაღაცა ხელშეკრულება აქ, რაღაცა მოლაპარაკება იყავით ყურადღებით, მოტყუების რაღაც სერიოზული დაპირისპირების კონფლიქტში გადაზარდული დაპირისპირების ტენდენცია მოემართებს. ამასთან ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს, ცხადი არა. მაგრამ ტენდენცია ალბათობა მაღალი, ამიტომ ყურადღება უნდა იყოს შესაბამისი. რადგან აქ ვენერა გვაქვს, ვენერა ჩვენ აუშვეთ, რომ ერთ-ერთი არის ფინანსური პლანეტა, ამიტომ აქ ფინანსური პრობლემების, ფინანსური დანაკარგების, ფინანსური მოტყუების და სხვა სახის ფინანსური სირთულეების წარმოქმნის ტენდენციაც საკმაოდ მაღალია. ამიტომ ეს შეიძლება გახდეს წინაპირობა კონფლიქტებისა. ეხლა ეს სამი პლანეტა, რომელიც ამ ტენდენციებს ქმნის, ამ პერიოდში ქმნის 90 გრადუსიან დაპირისპირებას, კვადრატურა ეწოდება ამას, ასტროლოგიაში ურანის პლანეტასთან. ეს ნიშნავს რას? ურანი არის სიახლე, ამიტომ ყავით ყურადღებით. ყველა სახის სიახლესთან ეხლა საჭიროა სიფრთხილე. იმიტომ რომ შეიძლება იჩქაროთ, შეიძლება სულსწრაფი გაწყვეტილება მიიღოთ, შეიძლება ადვილად აყვეთ ეიფორიულ წინადადებებს, რაც მე აღმოჩნდება, რომ საფნის ბუსტების კრება და არ შეესაბამება სინამდვილეს. რამაც შეიძლება ფინანსური დანაკარგი და სხვა სახის კონფლიქტები გამოიწვიოს. ამ ხრივაც ვიღოთ ყურადღებით, ურანი ასევე არის მეგობრობის მმართველი პლანეტა, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება მეგობრებთან მოხდეს გარკვეული დაპირისპირება, გარკვეული კონფლიქტები და ასე შემდგომ. ურანი ეს არის ასევე ინტერნეტი. ამიტომ ვიყავით ყურადღებით ინტერნეტ ფეიქების, ინტერნეტში ფრიად საიჭვო და უშუალოდ ადამიანების გამოჩენის ტენდენციაც მოიმატებს თქვენს ყურებაში, რაც დამატებით სირთულეებს შექმნის და ეს არის მოულოდნელობების მმართველი პლანეტა. ამიტომ მოულოდნელი საქმიანი წარმატებობა, მოულოდნელი საქმიანი წინადადება, რომელიც მერე დანაკარგების მეცნიერებს არ მოიტანს. ამის ალბათობა მაღალია. მოულოდნელი ახალი მეგობრული კავშირი, რომელიც მერე იქნება აგებული სირთულეებზე და უსიამოვნებზე. მოულოდნელი სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობა, მოულოდნელი ცდუნება სასიყვარულო ურთიერთობასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შემდგომ გადაზარდოს სხვა პრობლემურ სიტუაციებში. აი ამის ტენდენციები და ალბათობები ამ პერიოდში არის ძალიან მაღალი. და ასევე გახსოვდეთ, რომ საერთო კონფლიქტების, ტრავმულ-ავარიული ტენდენციების ტენდენცია ძალიან მაღალია. ამიტომ ვიყოთ ყურადღებით 18, 19, 20. აი ეს სამი დღე განსაკუთრებით ყურადღებას ითხოვს. ამ კუთხით. ეხლა 21, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, ეს არის ოთხშაბათი დღე, 21 ივნისს რა ხდება? ჩვენ გვაქვს საკრალური დღე. ერთი მზე გადადის აქ კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს ტოვებს, ანუ ტყუპებს და გადადის კირჩხიბში, რაც უახლოესი 1 თვის განმავლობაში ჩვენ გვაძლევს კირჩხიბის ელემენტებს, ტენდენციებს ცხოვრებაში და რა ტენდენციებია და რა ვის რას უკადის, ამას ჩვენ ცხადია ცოტა ხანში ვისაუბრებთ, მაგრამ ეხლა მინდა სხვა მოვლენაზე გავახსოვ ყურადღება, იმის გარდა რომ მზე გადადის 21-ში კირჩხიბის ზოდიაქოში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს არის ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე. ამის მერე უკან ნელ-ნელა გრძელ დაიწყებს დღე დაპატარავებას. ანუ ეს არის ზაფხულის ბუნიობა, ეგრეთ წოდებული საკრალური დღე, 4 დღე გვაქვს ესეთი სულ წლის განმავლობაში, რომელიც განსაკუთრებით საკრალურია. აქ მაღალია ყოველთვის ტენდენცია იმისა, რომ იხსნება კოსმიური პორტალები და მოდის სასიკეთო ენერგია. ამიტომ საუკეთესო პერიოდია ლოცვისთვის. საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ თქვენი ინტუიციით გარკვეულწილად მოხდეს რაღაც კოსმიური, რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება. ამასთან ერთად შეიძლება აქ რაღაცა ჩაუთქვათ, რაღაცაზე იოცნებოდ. ამის
შემდგომი რეალიზაციის ალბათობა იქნება ძალიან მაღალი. ვიმეორებ, არ არის აუცილებელი. ახლა ზოგიერთი წერენ ეს თქვა Facebook-ებზე ზღაპარს, რომ ყველაფერი აგისრულდება 21-ში აფიქრებული ზღაპარია და აქედან გამომდინარე მოით ახლა ნაკლებად დაუჯერეთ ამ ზღაპრებს. ყველაფერი არ აგისრულდებოდ, მაგრამ რაღაც ერთი ნაწილიც რო აგისრულდეთ, ჩათვალეთ, რომ იქნებით უკვე ბედნიერი. ამიტომ მოდით ასე ვთქვათ, ვილოცოთ, მოდით ვიოცნებოთ 21-ში რაღაცა ჩაუთქვით საკუთარ თავს. კარგი. აი ტენდენცია რამდენადაც უფრო კარგად ჩაუთქვათ, რამდენადაც უფრო კონცენტრირებული იქნება თქვენი აქ აზრი, სურვილი და ასე შემდგომ ნება მით უფრო მეტია შანსი, რომ ყველაფერი შემდგომ აგვისრულდეს. ნუ მით უმეტეს ახლა თუ თქვენ ამას იმსახურებთ სამყარო, მით უმეტეს ამას შეასრულებს. თუ თქვენ ამას არ იმსახურებთ, მაშინ შესრულების ტენდენცია წესრიგულია შემცირდება, მაგრამ 21 არის ამ ხრივ საკრალური, დიდი დღესასწაულები იმართებოდა მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში. ასე დროს, იმიტომ ყველა მიცოდა, ეს უკვე რელიგიას არ შეეხება, ეს უკვე ეხება ზოგად კოსმიურ კანონზომიერებას, რომ 21-ში ჩვენ გვაქვს ყველაზე გრძელი ღამე, ყველაზე გრძელი დღე, ყველაზე მოკლე ღამე და აქ მოდის სასწაულად ძლიერი კოსმოსიდან ენერგიები. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ამას აკვირდებოდნენ, ბრძენი ადამიანები ამას გვიხსნიდნენ, ამიტომ ამ დღეებში ყოველთვის იყო ლოცვა, იყო დღესასწაული, იყო რაღაც სურვილების ჩათქმა და 1000 სხვა ესეთი რიტუალი, რომელიც მერე საკმაოდ ბევრჯერ სრულდებოდა და ამიტომ საზოგადოებაში ყოველთვის აქ ამ დღეს ტრადიციულად დიდ დღესასწაულებს ატარებდნენ. და პირველ რიგში ეს ჩათქმა ხდებოდა სურვილების, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ასევე. აი ეს ორი პერიოდი ამ კვირის განმავლობაში ითხოვს მაქსიმალურ ყურადღებას, როგორც ყველაზე ასე ვთქვათ რთული და ყველაზე მნიშვნელოვანი ამავდროულად და მაინც გახსოვდეთ რომ დედამიწა თითქმის მთელი კვირა, ყოველ შემთხვევაში 27 რიცხვამდე მაინც უარყოფით ენერგოველში. რის შედეგად რასაკვირველია სირთულეები ყველა დონეზე თითქმის ყველა ნიშანს მეტნაკლებობით ეკნება. და ამ ხრივ იყო ცოტა ყურადღებით, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება აი ამ სამ დღეს ხვალდაზე. რომ აქ რაიმე სახის პრობლემა განსაკუთრებით არ ეჩინონ თავი და რასთან არის ეს პრობლემები დაკავშირებული, ეს მე უკვე აგიხსენეთ ასტროლოგიურად. ეხლა ცალკეული ზოდიაქოს ნიშნები და მათი, ასე ვთქვათ, პროგნოზი ამ კვირის განმავლობაში, ანუ 19-25 ივნისის შუალედში. აი ეს დედამიწის უარყოფით ენერგოველი, ეს პლანეტარული დაძაბულობა რა ტენდენციებს ქმნის და რა შეიძლება შეუშალოს ხელი მაგალითად ვერძის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს თუნდაც, ხო? პირველ რიგში მოდით დავუშვათ, რომ ვერძებო ენერგოტონუსი თქვენი ჯერ კიდევ მაღალი ამ ხრივ თქვენ არ უჩივით. თქვენს ენერგოტონუსს შეიძლება ესე ვთქვათ, რომ საკმაოდ აქტიური, ენერგიული ეს ნიშანი, ინიციატივიანია, გარკვეულწილად უშიშარია და მებრძოლის სულისკვეთება შეიძლება კარგად გამოვლინოს. დამოუკიდებელია შეიძლება ესეც აღნიშნოთ, კი ბატონო, არ არის ცუდი პერიოდი დავუშვათ შეხვედრებისთვის, ზოგადად კონტაქტებისთვის, საინტერესო ინფორმაციის მისაღებად, აქაც შეიძლება რაღაც საინტერესოს გამოკრათ ხელი, მაგრამ დედამიწის უარყოფითი ენერგოველი მაინც გვიქმნის გარკვეულ ნეგატიურ ტენდენციებს. კონკრეტულად რა? ინტრიგების ტენდენცია მოემატებს. შეიძლება მოგიხდეთ სხვათა პრობლემების გადაწყვეტა, რაც რასაკვირველია ის გამოც ვერ შეიძლება საკუთარი, ასე ვთქვათ, დასახული მიზნების სათანადოდ რეალიზაციას, ილუზიების ტენდენცია, არა სანდო პარტნიორთან მოქმედება და მათი მხრიდან ყოველუბრალო დაპირებები ასევე შექმნიან ძალიან ნეგატიურ, ასე ვთქვათ, ტენდენციებს ამ პერიოდის განმავლობაში. აღნიშნოთ ისიც, რომ ამ პერიოდში შესაძლებელია შეხვედრებიც, მოლაპარაკებებიც კი კარგად თუ არ არის ეს მოფიქრებული და მომზადებული, შეიძლება ისე არ წარმართოს, როგორც თქვენ ეს წარმოგედგინათ თავიდანვე. აღნიშნოთ ისიც, რომ ამ პერიოდში უმჯობესია პირად გეგმებზე მეტი ყურადღება გადმოიტანოთ, პირად ინდივიდუალურად იმოქმედოთ მეტად და ოდნავ მაინც საერთო პროექტებში მონაწილეობა არ მიიღოთ. რათა აქედან გამომდინარე პრობლემები არ დაებეო და შეცდომები არ დაუშვათ. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, კუროთა ენერგოტონუსი ნელ-ნელა, მაგრამ უმჯობესდება, მაგრამ არა ისე, რომ თქვენ ახლა გადაიტვირთოთ, გადაიღალოთ, სარისკო მოქმედებებს მოკიდოთ ხელი და ასე შემდგომ. გარკვეული სირთულეები ჯერ კიდევ არის, მით უმეტეს კვირის პირველ ნახევარში. შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია, შეიძლება საქმეებში სხვა სახის მოტყუებამ, ინტრიგებმა ან კოლეგების, პარტნიორების ხელმძღვანელთა მხრიდან უპასუხისმგებლობა მიჩინოს თავი, რაც ფრედ გამაღიზინებელ ზეგავლენას მოახდენს კუროთა უმრავლესობაზე. დავნიშნოთ, რომ საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც თქვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება სხვადასხვა ასე ვთქვათ წყაროებით გაღვივდეს და გამოვლინდეს. რამაც შეიძლება ძალიან ნეგატიური დაღი დაასვას თქვენს რეპუტაციას, რაც შეიძლება ასევე გახდეს თქვენთან და ასევე სხვა ადამიანებს შორის გარკვეული დაპირისპირების ერთ-ერთი ფაქტორი.
დავიცოდოთ აქ მოვერიდოთ საეჭვო კაპიტალდამატებებს, საეჭვო ინვესტიციებს, ზომიერად ხარჯოთ ფული, იმიტომ რომ დრო და დრო ფინანსური მოულოდნელი დანახარჯის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. ამიტომ ფინანსები უნდა გქონდეთ აქ ცოტა შენახულიც კი, იმიტომ რომ თქვენ თუ აქ ზედმეტად ხარჯეთ, მოულოდნელი ფინანსური დანახარჯი რომელიც წარმოიქმნება, ვერ ჩააგდებთ ძალიან ცუდ გამარებაში, იმიტომ რომ ამისთვის უკვე ფინანსები არ დაგრჩებათ. აი მხრივ ვიყოთ ყურადღებით. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, აღნიშნოთ რომ ენერგოტონუსი თქვენი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიულია, კონტაქტურია, კი ბატონო. ეს ტენდენციები არის უდავოდ, მაგრამ სირთულეებით, დედამიწის უარყოფით ენერგოველთან დაკავშირებით, აქ თვალხის საწემი იქნება. შეიძლება სირთულეები წარმოიქმნას კარიერულ სფეროში, ბიზნეს საქმიანობაში, მეტი დრო ყურადღება უნდა დავუხმოთ საკუთარ პროექტებს, იმიტომ რომ ხელმძღვანელებს და კოლეგებს უკვე ესე არ ეცლებათ თქვენთვის, როგორც სხვა პერიოდში და მაინდა-მაინც ეს განსაკუთრებულ ხარდაჭერას მათი მხრიდან აქ ვერ იგრძნობთ. სწორად ეცადეთ შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები, ასევე პარტნიორთა შესაძლებლობები. წინამორბედი შემთხვევაში პარტნიორებმა შეიძლება გარკვეული, ასე ვთქვათ, გამოიწვიონ თქვენში ზედმეტი ეიფორია და დაუშვათ დაგგვირდნენ, რომ ძალიან სწრაფად გამდიდრდები და ამ შემდგომ და ამ ზღაპრებთან ეყავით ცოტა ფრთხილად, იმიტომ რომ თქვენთან ფანტაზიას რთავთ ამ დროს და მართლად გონიათ, რომ უცებ და მოულოდნელად გამდიდრებით, ეს ყველაფერი აღმოჩნდება ტყუილი, ფეიკი და საფნის უბუშტივით გასკდება, რაც მერე გულაცრუებას გამოიწვევს თქვენში. ანუ ყველა მათი თუნდაც წინადადება ან დაუშვათ დაპირება კარგად პრაგმატულად გაიაზრეთ. რაც შეეხება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, აღმოჩნდა რომ ენერგოტონუსი ნელ-ნელა, მაგრამ უმჯობესდება. ახლა მზე უახლოვდება უკვე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს და რასკულა თქვენ ამას უკვე ინტუიციურად გრძნობთ, რომ ნელ-ნელა ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, ამიტომ მეტი შანსი გაჩნდება იმისთვის, რომ რაღაც გარკვეული ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესოთ, მაგრამ ამავდროულად გახსოვდეთ, რომ ჯერ კიდევ მაღალია ფარმტრების, ჭორების, ინტრიგების, მოშორნეების თქვენ საწინააღმდეგო მოქმედების ტენდენცია, ინტრიგების ალბათობა. ეს ის პერიოდი, როდესაც შეიძლება ძველმა ვალებმა იჩინონ თავი, ან გადაუწყვეტმა ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება იჩინონ თავი, რაც ცოტა შეაფერხებს თქვენს წინსვლას და განვითარებას. და ამიტომ ამ მხრივ ვიყოთ მაინც ცოტა ყურადღებით ხილად. თუმცა ის, რომ საერთო განწყობა ნელ-ნელა, მაგრამ გაუმჯობესდება უფრო კვირის მეორე ნახევრისთვის, ეს კი უდავოა. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, აღნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, რომელშიც ენერგოტონუსი თქვენი ჯერ კიდევ მდგრადია. ამიტომ ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, სიამოვნებით დაეხმარება სხვა ადამიანებს, ანუ კეთილშობილია, მეცენატი, როგორც მეცენატი, ასევე შეიძლება წარმოაჩინოს საკუთარი მონაცემები, მაგრამ ამავდროულად გახსოვდეთ, რომ წყალქვეშა დინებებიც მაღალია და ის, რაც ჩვენ აღწერეთ, მარსის, ვენერას შეერთება შავ მთვარესთან, ხდება ლომის ზოდიაქოში სწორედ. ამიტომ ლომებო თქვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, როგორც პირადულ ურთიერთობებში, ასევე საქმიან პარტნიორებთან მიმართებაში, რათა აქ არ აყვეთ ცდუნებებს, შესაბამისად არ დაუშვათ და სერიოზული კონფლიქტების და საქმეთა გარჩევების წინაშე არ აღმოჩნდეთ. ამავდროულად აღნიშნოთ ისიც, რომ აქ მატულობს თქვენი შეგუიზმი, დიქტატორული ტენდენციები, განწყობილება, პრეტენზიულობა სხვების მიმართ, რამაც შეიძლება საფასკო რეაქციები გამოიწვიოს და ეს გახდება ასევე კონფლიქტების ფაქტორი. აქ ადვილად მიდიხართ სარისკო მოგონებებზე, მაგრამ რისკი თუ კარგად, პრაგმატულად გააზრებული არ გექნათ, ის იქნება წარუმატებლობის მომტანი, რაც დამატებით სირთულეებს შექმნის, აქ და შეიძლება სერიოზული ფინანსური პრობლემები შეგიქმნათ. ამიტომ ვიყავით ყურადღებით აქ ამ პერიოდში, იმიტომ რომ თქვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო პერიოდია, მით უმეტეს განსაკუთრებით გავფრთხილდით გულსის ზარღვან სისტემას დამღრვის ზედმეტად არ ინერვიულოთ, სიმძიმეების განეყავით ცოტა შორს და ზედმეტად გადაეხლებით ფიზიკო-ემოციური კუთხით. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, აღმოჩნდეთ, რომ ენერგოტონუსი თქვენი ნელ-ნელა უმჯობესდება, მაგრამ ამავდროულად იყავით ყურადღებით განსაკუთრებით ხელმძღვანელებთან მიმართებაში საქმეებში, იმიტომ რომ აქ შეიძლება გარკვეულმა ქაოსმა ეჩინოს თავი. თქვენ შეიძლება მოვიხდეთ ისევ და ისევ რამდენიმე მიმართულებით თქვენი ნიშის დონე არის გამოვლენა, რის გამოც ძალიან დაიღლები და შეიძლება ეს ემოციური გაღიზიანების ერთ-ერთი ფაქტორიც აღმოჩნდეს. ამჟამად ისიც, რომ ზოგიერთი ადამიანი გაგაკრიტიკებთ ამა თუ იმ მოქმედებისთვის ან ამა თუ იმ სიტყვიერი გამოთქმებისათვის, ამიტომ ვიყავით ყურადღებით, ამ ხრივად შეიძლება აქ ნერვმოშლება ფაქტორებმა ეჩინონ თავი და აქვე უნდა აღნიშნოთ, რომ თავდაჭერა მოთმენება სათანადო დონეზე უნდა გქონდეთ და მეთოდურად, მიზანსტრაფულად იმუშაოთ, რათა შესაძლებლობები ნაკლებად დაუშვათ, რაღაც ერთი მიმართულება ერჩიეთ.
და ფრთხილად წინდახედულად ამორჩიათ პარტნიორები. Თორემ აქ შეიძლება დაგჭირდეთ ზოგიერთ შემთხვევაში პარტნიორთა დახმარება და თუ არასწორად არის არჩეული ეს პარტნიორი, შეიძლება მანაც დამატებითი პრობლემები შეექმნას თავისი უპასუხისმგებლობით. რაც შეეხება სასწორის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, ერგოტონუსი თქვენი აქ ჯერ კიდევ ინარჩუნებს სტაბილურობას. ამიტომ სასწორია ჯერ კიდევ აქტიურია, ენერგიულია, კონტაქტურია, კომუნიკაბილურია, კი ბატონო, ამ ხრივ გონებამოხილობის კუთხით, შემოქმედებითი კუთხით ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ წყალქვეშა დინებების მიმართ. რატო? იმიტომ რომ ამან შეიძლება არასტაბილურობა შექმნას კარიული განვითარების კუთხით. მატერიალური არასტაბილურობა შეიძლება შექმნას დეზინფორმაციის ან სხვათა მხრიდან თქვენი მოტყუების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. ეცადეთ რომ სერიოზული შეცდომები არ დაუშვათ. ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ. მით უმეტეს ირგვლივ ყოფილი ისეთი ადამიანები გაჩნდებიან თქვენს ირგვლივ, რომელსაც ეცდებიან რომ მაქსიმალურად დაგახარჯინონ ფული, რაღაც კაპიტალი ჩაგადებინონ რაღაც ისეთ პროექტებში, რომელიც რეალურად დანაკარგების მეწეებს არ მოიტანს. და ამ ხრივ ვიყავით ყურადღებით და მით უმეტეს სხვათა მხრიდან აი ამ ხრივ ზეწოლის ტენდენცია თქვენზე იქნება მაღალი. ფრთხილად იყავით ასევე საჭესთან. აქ უყურადღებობა საჭესთან შეიძლება ტრავმატული ტენდენციები დასრულდეს და მოგზაურობის კუთხითაც იყავით ფრთხილად, რომ აქაც რაიმე სახის რთულებმა არ ეჩინონ ზედმეტად თავი. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, ერგოტონუსი თქვენი ნელ-ნელა უმჯობესდება. ეს არის გარკვეული სერიოზული ტრანსფორმაციის პერიოდი თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ამასთან ერთად შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგან აღმოჩნდეს ფინანსურ დამოკიდებულებაში თქვენს პარტნიორებთან ან კოლექტიურ ხელშეკრულებებთან. ამან შეიძლება ცოტა შეზღუდოს თქვენი თავისუფლება და დამოკიდებლად მოქმედების უნარი. ამავდროულად მოგიხდებათ გარკვეული ვალების გასტუმრება, ვალდებულებების შესრულება, თუ რაღაც ჯარიმები ქონდათ, აი ამის გადახდა. ამასთან ერთად თქვენს ვალდებულებებს სერიოზულად მეუდექით. სხვანაირად შეიძლება ამან საგნებად შეარყიოს თქვენი რეპუტაცია და ავტორიტეტი საზოგადოებაში. ამასთან ერთად მოვერიდოთ ყველა სახის სასამართლო პროცესებს, იმიტომ რომ შეიძლება შემდგომ თქვენ საწინააღმდეგოდ შემოტრიალდეს ყველაფერი და ამ ხრივაც ვიღოთ ცოტა ყურადღებით და ფრთხილად. რაც შეეხება მშვილდოსნეს ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, მოვიტოვოთ რომ გაუგებრობებმა შეიძლება მეტად ჩინონ თავი თქვენსა და საქმიან ან ბიზნეს ან სასწავლო პარტნიორებს შორის. აი გმართებთ განსაკუთრებული დიპლომატიის თავდაჭერის წინდახედულობის გამოვლენა. მიხვდებით რომ ერგოტონუსი ჯერ კიდევ მდგრადი ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი კი ბატონო. მაგრამ აი წყალქვეშა დინება ითხოვს ყურადღებას. ასევე თქვენ შინაგანად გრძნობთ რომ არ ახართ თავისუფალი ვალდებულებები ზღუდავს თქვენ შესაძლებლობებს, რომელიც შესასრულებელი გაქვთ და ამასთან ერთად ზოგიერთი პარტნიორის მოქმედება ფრედ გამაღიზიანებელზე გავლენას ახდენს თქვენზე. პარალელურად ზოგიერთი პროექტი, რომელიც ადრეულ პერიოდში ჰქონდათ ჩაფიქრებული, შეიძლება ისე არ წარმართოს, როგორც თქვენ ეს გსურთ. ამიტომ რაღაც გაუგებრობებმა შეიძლება ეჩინონ თავი. ეს პერიოდი ითხოვს ყურადღებას. აი ხშორეული მოგზაურობები მაინდა-მაინც აქ სასურველი არ იქნება თქვენთვის. და ასევე აღმოჩნდეთ ისიც, რომ ეს ის პერიოდი, რომელსაც გარკვეულმა განცდებმა პირად ურთიერთობებში დავუშვათ კონფლიქტის შემთხვევაში, შეიძლება ფსიქოემოციური არასტაბილურობა გამოიწვიოს თქვენში, რაც ასევე კიდევ ერთი ხელშემშლელი ფაქტორი გახდება ამ პერიოდის. რაც შეეხება თხისკას ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, აქ ენერგოტონუსი პირიქით თქვენი ნელ-ნელა უმჯობესდება. ამიტომ ეს ნიშანი უფრო ხდება შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, ორგანიზებული, დისციპლინირებული, უფრო მეტად მომთმენი და ასე შემდგომ, მაგრამ ჯერ კიდევ იჩენს თავს გაუგებრობების ტენდენცია. სხვათა მხრიდან თქვენ საწინააღმდეგოდ ინტრიგების ან მოტყუების მცდელობა, ამიტომ ნდობის ფაქტორი ჯერ კიდევ დაბალი გაქვთ სხვა ადამიანების მიმართ. თანამშრომლობისთვის ამიტომ ეს პერიოდი ჯერ მაინდა-მაინც არ არის სასიკეთო, ამ ხრივ შემდეგ კვირა უფრო უკეთესია. და უფრო მეტიც აღმოჩნდეთ, რომ თქვენ უნდა აუცილებლად დაიცვათ ობიექტურობა, კეთილშობილება, სხვის სისუსტეებს ცოტა მსუბუქად შეხედეთ და ძამძაფრად ამას ნუაღიქვავთ, რათა ამან დამატებითი სირთულეები არ შეექმნას და ისევ და ისევ გმართებთ განსაკუთრებული სიფრთხილე საბუთებთან მუშაობისას, იმიტომ რომ აქ შეიძლება რაღაც შეცდომები დაუშვათ, რაც დამატებითი სირთულეებს შექმნის თქვენს ცხოვრებაში. მოვერიდოთ ყველა სახის მსხვილ საგრილებს. ამისთვის ეს პერიოდი არ ვარ. გადამაქსიმალური ტაქტი თავდაჭერა გმართებთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან მართებაში. აქაც თქვენი სიხისტით და სიჯულით სიტუაცია არ დაძაბოთ. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, მოვიტოვოთ რომ მიუხედავად იმისა, რომ ერგოტონუსი ჯერ კიდევ მდგრადია, ანუ ჯანმრთელობა ამიტანკლებად სტაბილურია, მაგრამ ამის მიუხედავად საერთო აი ეს კოსმიური ენერგიები არასტაბილურობას ქმნიან თქვენს ცხოვრებაში და ობიექტური სირთულეების წინაშე შეიძლება დაგაყენონ. აღნიშნოთ ისიც, რომ ეს ის პერიოდი, რომელსაც თქვენ შეიძლება მოგიხდეთ გარკვეული თანხის გადახდა პარტნიორებისადმი ან ვალების
გასტუმრება. აი ახლობელ ადამიანთა დახმარება, თანადგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ძალიან დაგეხმარება ამ პერიოდის სირთულეების გადალახვაში. ამიტომ მოვერიდოთ ამ კვირაში ასევე მსხვილ საღირლებს, რაღაც ფინანსურ ოპერაციებს და ჩატარებას, სესხის აღებას და ასე შემდგომ. ამისთვის ეს პერიოდი ასევე არ არის სასიკეთო. მაქსიმალური ტაქტი თავდაჭერა ამიტომ გამოვამდეთ შვილებთან, სასკოლო პარტნიორთან ურთიერთობებში, იმიტომ თუ ეს სფერო იქნება სტაბილური, თქვენს უფრო მეტად შინაგანად დასტაბილურდებით. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნავადეულებს, ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება. ამიტომ ნელ-ნელა განწყობაც უმჯობესდება, უმეტეს ყველაფერი ხდება ნელ-ნელა. ინტუიციაც უფრო მზარდი ხდება, ჯანმრთელობა ნელ-ნელა ასევე უფრო მდგრადი ხდება, მაგრამ გარკვეული სირთულეები ჯერ კიდევ იჩენს თავს. მოდი ასე ვთქვათ, ილუზიებია მთავარი თქვენი მტერი, იმიტომ რომ ზედმეტი ფანტაზიების ფონზე ილუზიების ტენდენცია მოიდეს ვთქვათ, დაგაკარგინებთ რეალიზმის გრძნობას. ამიტომ არასწორად შეაფასებთ სიტუაციას, არასწორად შეაფასებთ სხვათა მოქმედებებს. ამასთან ერთად ამან შეიძლება გამოიწვიოს რასუქელეს შეცდომები. არ არის გამორიცხული, რომ სხვა ადამიანები ეცდებიან თქვენ საწინააღმდეგოდ მოშორნები, მათ შორის კულისებს მიღმა მოქმედებებს, რაც შეიძლება გახდეს ასევე არასასურველი კონფლიქტების შემდგომ ან თქვენი წარმატებობის ერთ-ერთი მიზეზი. აქ მეგვითხრობთ საკითხები არ გადაწყვიტოთ, ეცადეთ რომ გქონდეთ სტაბილური ურთიერთობა ნაცნობებთან, იმიტომ რომ თუ ეს ურთიერთობა გაუარესდა, ეს როიტკან ერთგვარ საყრდენს გამოგაცვლით, რაც დამატებით სირთულეების მატარებელი იქნება. დავეცადოთ რომ აი ეს კვირა ცოტა ყურადღებით გავეროთ, მით უმეტეს მისი პირველი ნახევარი. ეს 12 ზოდიაქოს ნიშანია მათი ასტროლოგიური პროგნოზი ამ კვირისა და ტენდენციები. ეხლა რაც შეეხება უკვე ცალკეულ დღეებს და ამ ტენდენციებს, ესე იგი როგორც აღნიშნეთ, ეს დღეს ხვალზე სამი გეომაგნიტური დღეა და ითხოვს ყურადღებას. გეომაგნიტური გვექნება ასევე 22 რიცხვი, ხუთშაბათი, ესეც საკმაოდ ძლიერი გეომაგნიტური დღეა და მერე უკვე კვირა. დღე 25 რიცხვი. აი ეს დღეები გვაქვს ამ კვირაში საკმაოდ ბევრია გეომაგნიტური და იცით რომ თქვენ უნდა მიაქცეთ ყურადღება აქ წნევოს და სათანადო პროფილაქტიკაც გამოიყენოთ თუ ესეთი ახლა აუცილებლობა იქნა. ეხლა რაც შეეხება ხვალინდელ დღეს 19 რიცხვი, ორშაბათი დღე, აქ მაღალია თვითმოტყუების ალბათობა. ხელი მოკიდეთ მხოლოდ კარგად მოფიქრებულ საქმეებს, აკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი, რომ მოწამვლის ალბათობა აქ მოიმატებს. ახალ გეგმებზე არავისთან არის საუბრო და გახსოვდეთ რომ აქ დაძაბულობის, კონფლიქტების, შეცდომების ტენდენცია მაღალია და ეს უკავშირდება მარსი, ვენერას და შამთვარის შეერთებას და მათ დაძაბულ ურთიერთობას პლანეტა ურანთან, ეს თქვენ უკვე იცით. ჯანმრთელობის კუთხით სუსტება ხვალ ორშაბათს კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნავლის ბუხტი. ოპერაციების ჩატარება მორგანათა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. თუმცა, ოდესიც აღნიშნოთ, რომ უახლოეს ამ დღეებში ყოველ შემთხვევაში ასევე გავფრთხილდეთ გულსის ზარუა სისტემას, ამას შეიძლება სხვადასხვა თავის ტკივილებიც გამოიწვიოს და ენდოკრინული სისტემის მოშლაც. Pozitivuri ხვალინდელი დღე კუროს და კერჩხების ზოდიაქოს ნიშანთათვის. 20 რიცხვი იცით რომ გეომაგნიტურია ასევე სამშაბათი და აქ იყავით ყურადღებით სასკვარლო კონფლიქტის წარმოქმნის ალბათობა მოიმატებს. წვრილმანებს მიაქციეთ ამდროულად ყურადღება, რათა რაიმე წვრილმან მერე უფრო მსხვილმანი პრობლემა არ გამოიწვიოს. გამახვილდება სამშაბათს ხასიათში ზედმეტი ამბიცია, ამპარტავნობა, ასევე აგრესია, ეჭვიანობა, წყენისადმი მიდრეკილება ყოველივე ითხოვს ასევე მეტ ყურადღებას და აქ ცოტა მოჭარბებულია ენერგია, იმიტომ რომ მარსის შეერთება შამთვარესთან, ასევე ვენერასთან, ეს გააძლიერებს ენერგიას, თუმცა ეს ენერგია შეიძლება იყოს უარყოფითი, დაძაბული, ამიტომ ამ დღეებში მოიტას ვთქვათ, რთული არათუ ეს დღეები ერთის მხრივ, იმიტომ რომ აი დღევანდელი ახალმთვარეობა ადუნებს ადამიანს და ძილისკენ მიდრეკილებას უძლიერებს, მოდი ასე ვთქვათ, ხო ენერგიის ნაკლებობა გარკვეულწილად. მეორეს მხრივ აი ეს მარსის და ვენერას შეერთება და ეს შამთვარესთან მათი შეერთება მეორეს მხრივ პირიქით აძლიერებს, თუმცა აძლიერებს უარყოფით ენერგიას. დაძაბულობის ენერგიას, კონფლიქტის ენერგიას, ამიტომ იყავით ყურადღებით საკუთარი ემოციების, საკუთარი გაღიზიანების, აი ამ უარყოფითი ენერგიების მიმართ, რათა ეს არ გახდეს არასასურველი, მით უმეტეს ოთხრისში კონფლიქტების და საქმეთა გარჩევის და სხვა პრობლემების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ჯანმრთელობის კუთხით მიაქციოთ ყურადღება კუჭს, მკერდს, ღვიძლს, ნავლის ბუჩქს, ასევე 20 რიცხვში პოზიტიურია სამშაბათი, თხის ქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. 21 რიცხვი ეს არის
ოთხშაბათი დღე, აქ ჩვენ ვიცით რომ გვაქვს საკრალური დღე, ანუ ზაფხულის მზებუდობა, იხსნება კოსმიური პორტალი, მეორე ნათელი ენერგიებისა, ამიტომ აქ ილოცეთ, ასევე დაულოცეთ ყველა. ჩაიფიქრეთ სურვილები, პოზიტიურად განეწყვეთ. მოდით ეს ვთქვათ, გააქსიმავრად გაუფრთხილდით ურთიერთობებს მithumetes საყვარელ ადამიანებთან. იღავით ყურადღებით, იმიტომ რომ აქ მაინც მაღალია აგრესიული ადამიანების, ინტრიგანების, მუშურნეების მხრიდან, მათ შორის სამაგიეროს გადახდის მცდელობაც კი. ამიტომ ამ ხრივაც ვიყოთ ცოტა ყურადღებით. და მაქსიმალურად ვაკონტროლოთ საკუთარი აზრები და ემოციები. ასევე 21-ს. და რაც შეეხება ჯანმრთელობას, სუსტება, გულსიზარღვანი სისტემა, ხერხემალი. პოზიტიურია ეს დღე ვერცხთათვის, შვილდოსანთათვის და მერწყულთათვის, რომელსაც პროაქტიული ძალისხმევა მართებთ. 22 რიცხვი ეს არის ხუთშაბათი, 22 ივნისი, აქ ყურადღებას ითხოვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი 21 საათიდან საღამოს ღამის პირველ საათამდე, დღე გეომაგნიტურია და აი ამ პერიოდში შემოჭეხლა აღვნიშნეთ 21 საათიდან ღამის პირველ საათამდე დუნდება ზედმეტად ყურადღება ადამიანებს. შეიძლება გახდეს მიზეზი არასასურველი ამ პერიოდში ტრავმებისა და ავარიებისაც აკითხავს განსაკუთრებულ ყურადღებას მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისგან და ხუთშაბათს 22-ში ბრძოლამ პირველობისათვის შეიძლება მეტად ულმობელი იერსახე შეიძინოს თან ეს რადგან გეომაგნიტური დღე ეს კიდევ ამძიმებს და გარკვეულ ზეგავლენას კიდევ მარს ვენერას შავი მთვარის შეერთება 22-ზე ახდენს. არა მარტო 19-ზე, 20-ზე და 18-ზე, არამედ 21-22-საც შეიძლება გადაწყვეტს და ამიტომ ვიღოთ მაინც ყურადღებით ამ დღეებშიც, იმიტომ რომ ეს პირველობისთვის ბრძოლა რადგან ულმობელი იერსახეს იძენს, ამას შეიძლება ასევე დამატებითი დაძაბულობა გამოიწვევს. მოვერდოთ აქ ექსპერიმენტებს, ფინანსურ გარიგებებს, ხელშეკრულებების დადებას, აქ ამ პერიოდში ზედმეტი ნერვიულობა, ფიზიკური, ემოციური გადაღლა, სიმძიმების აწევა, სოლარიუმი არ იქნება სასურველი, იმიტომ რომ ეს ნეგატიურ დახს დაასვავს გულსიზარღვან სისტემას, რომელიც ამ პერიოდში სწორედ უფრო მეტად სუსტდება, ამიტომ ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი. პოზიტიურია ხუთშაბათი ტყუპების, ლომის და სასწორის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რატანაცები ამსაუბრებელი პარასკევს, ანუ 23 ივნისს, პირველში მიაქციოთ ყურადღება მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს. ღამის პირველი საათიდან დაიწყებს იგი ამოქმედებას და დღის 14 საათამდე 15 წუთამდე გასტანს. ამ დროს უარყოფით მთვარის ენერგია, ჩვეულებრივზე მეტად დუნდება, ამიტომ მძღოლებს და ქვეითად მოსიარულეებს სჭირდება ორმაგი ყურადღება, რათა ამ მოდუნების ფონზე არასასურველი ტრავმულ-ავარიული ტენდენციების წინაშე არ აღმოჩნდნენ ისინი. ამასთან ერთად, პარასკევს 23-ში ფრთხილად იყავით ელექტროობასთან და ასაფეთქებელ ნაერთებთან. მაღალი აქ ხანძრის წარმოქმნის ალბათობაც. სურვილების ჩათქმისთვის კი პირიქით 23 რიცხვი საკმაოდ კარგი დღეა. პარტნიორთელებაში ნუ იქნებით ზედმეტად მეწარმოვანი და პირდაპირი. ამავდროულად მოიმატებს სექსუალური ენერგია, ცეთ იგი არ გარდაქმნათ ურთიერთობების გარჩევაში, აგრესიისა და კონფლიქტების გამოვლენაში. აღნიშნოთ ისიც, რომ არტისტული მონაცემებით ადამიანებში ერთიურად გაძლიერდება 23-ში. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება გულსიზარღვანი სისტემა, ხერხემალი, ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა პარასკევს არ იქნება სასურველი. დადებითია ეს დღე კუროს და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანთათვის შედარებით დაძაბულია იგი ვერცხთათვის და მერწყულთათვის, რომელსაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და დღის სხვა ნეგატიური გამოვლენების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშანთათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა. 24 ივნისი ეს უკვე შაბათი დღეა, რთული დღეა გარკვეულწილად, ნუ გადაიღლებით ზედმეტად. აი მაგათაც სასიკეთო ეგერისთვის, დალაგება და სუფთაებისთვის ოღონდ ზედმეტი გადაღლის გარეშე ეს გაითვალისწინეთ. და კარგი იგი საბუთების მოსაწესრიგებლად. პარტნიორ ურთიერთობებში საკითხები უმჯობესია ზედმეტი ემოციების გარეშე გადაჭრით. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი და ელენთა. ოპერაციების ჩატარება ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. პოზიტიურია შაბათი ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. 25 ივნისი კი ეს არის შემდეგი კვირა დღე, გეომაგნიტურია ეს დღე, ასევე იცით რა უნდა ქნათ ამ გეომაგნიტურ დღესთან დაკავშირებით, დაიცავით აქ ასევე უსაფრთხოების წესები. დღე ცოტა ტრავმულ-ავარიულია, ნუ გასცემთ ყველა უბრალოდ დაპირებებს.
და აღნიშნოთ, რომ აკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი, აკონტროლეთ ასევე თქვენი სიტყვები. და ჩაკირკიტების უნარი მოიმატებს საქმე, თუმცა პარტნიორთელებში წვრილმანებზე და მე თან ბუზღუნის ტენდენცია, წყენის ტენდენცია მოიმატებს, სიტყვაზე გამოკიდების ტენდენცია მოიმატებს. აი ამ ხრივ იყო ცოტა ყურადღებით, რათა ამან არ დაძაბოს ზედმეტად ურთიერთობები. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა კუჭქვეშა ჯირკვალი. პოზიტიურია შემდეგი კვირა-დღე, თხისქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეს მოკლე ინფორმაცია შემდეგი კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ. ეხლა მოდით ნახოთ სხვა მშვენ ტენდენციებს, ვისაც აქვს მაგალითად თმის შეჭრა განზრახული, ყველაზე კარგი იქნება 20 და 21 რიცხვი. აი ეს ორი დღე ხელს თხოვს თმების შეჭრას. რაც შეეხება მგზავრობის, მოგზაურობის ტენდენციებს, ნუ მოდი აღვნიშნოთ, რომ ცოტა სიფრთხილე გვმართებს ჩვენ ამ კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველ ნახევარში. შეხვედრების, მოლაპარაკებების კუთხით, ამ ხრივ იყოთ ცოტა ყურადღებით 7-ჯერ გაზომვა, ერთხელ გაჭერით. ამ პრინციპით იმოქმედეთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ, თურე აქ თუ შეცდომა დაუშვით, მე ეს ფინანსურ და ბიზნეს წარუმატებლობასთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ ამ ხრივ იყოთ ცოტა ყურადღებით. რაც შეეხება ახალ მგზავრობას. აქაც, მოდი ასე ვთქვათ, პრინციპში მგზავრობა შეიძლება თუ კარგად არის ყველაფერი მოფიქრებული, მარშრუტიც არ მოფიქრებული, თუ თქვენი ტრანსპორტით მიდიხართ, ტრანსპორტი ტექნიკურად გამართული და ასე შემდგომ, მაგრამ გზაში მაინც ეცადეთ არ ეკამათოთ და თუ მაინც მგზავრობა ისე უჯობესია მეორე ნახევარი კვირისა. იმიტომ რომ პირველ ნახევარში ახლა 19-ში, 20-ში დაძაბულობა მაინც იქნება ცოტა მეტი ამ კუთხით. სასიყვარულო პარტნიორთელებებში ჩემი თხოვნა, რომ ვენერა სიყვარულის მმართველი პლანეტა ქმნის ამ დაძაბულობას მარსთან და შავმტვარესთან ერთად და თან ეს ხდება სიყვარულის ნიშანში, ანუ ლომში. ამიტომ სასიყვარულო კუთხით იყავით განსაკუთრებით ფრთხილად მთელი ამ კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში. რატო? იმიტომ რომ აქ პარტნიორული კონფლიქტების, პარტნიორული მოტყუების ტენდენცია ძალიან მაღალია. პრომეტიც იყავით ყურადღებით ახალი სასიყვარულო ცნობების წინაშე. აქ შეიძლება ამ დღეებში გაიცნოთ ესეთი ახალი სასიყვარულო თუ ვინათ ინტიმური დავარქვათ პარტნიორი, რომელიც ჯერ მოხიბლოთ, მერე კი ჯვარს გასმევთ და სერიოზული პრობლემები იქნება უკვე ამ ურთიერთობებში შემდგომ წარმოქმნილი. ამიტომ ამ ხრივაც ვიყოთ ყურადღებით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ შავი ენერგია მოდის ძალიან ლამაზად. ის არ მოდის არასოდეს ცუდად. პირიქით, მან უნდა გაცნუნოთ, ამიტომ უნდა შემოვიდეს ლამაზად. ამიტომ აქ სასიყვარულო თუ საქმე ამ პარტნიორს სამყარო შემოიყვანს ძალიან ლამაზად. რაც გამოიწვევს თქვენში აღრთულანება, შეიძლება უცაბად სიყვარულს და შემდგომ, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, აქ შექმნილი ამდაგვარი ურთიერთობების შემდგომ შეიძლება ძალიან დიდ პრობლემებთან და უსიამოვნებთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ ამ ხრივ ვიყოთ ყურადღებით. ეს არსებული ურთიერთობები, რომელიც გვაქვს, იქ შეიტანეთ მაქსიმალური ტაქტი, დიპლომატია, თავდაჭერა, რათა მშვიდად გაიაროთ ეს ცოტა ასე ვთქვი, აგრესიული სასიყვარულო კუთხით ტენდენციების მქონე კვირა. ეხლა რაც შეეხება სხვა მოვლენებს, ვისაც აქვს მაგალითად განზრახული კორნალობის დაწყება. ყველაზე კარგი დღე მაინც იქნება 20 რიცხვი, ამ ხრივ მაინც ეს უწყობს ხელს. გამოჯამრთელება, სხვა დღეები ნაკლებად, მოდი ასე ვთქვათ, რომელიმე დღე ცუდია კატეგორიულად არა, მაგრამ საშუალოა. ნუ ახლა თუ 20-ში ვერ შეძლებ, ნებისმიერი სხვა დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ კვირის. რაც შეეხება, ესე იგი, სამსახურის შესვლას, აქაც 20 რიცხვი ჯობია ყველას. დარჩენ დღეები ნეიტრალურია და არც ერთი როგორც ესეთი არ არის ცუდი. ხელშეკრულებების დადების კუთხით აქ 19 და 20 ეს ორი დღე არის ყველაზე კარგი, დარჩენ დღეები ნეიტრალურია. ქორწინების თვალსაზრისით 19 რიცხვი ისევ ჯობია ყველას და შემდგომ მოდი ასე ვთქვათ, როგორც ესეთი ცუდი რთული არის 20, მაგრამ აი დარჩენ დღეები ნეიტრალურია. რაც შეეხება ბინის ყიდვა გაყიდვას, ახალ ბინაში გასვლას 20 რიცხვი გადასვლას, 20 რიცხვი ჯობია, სხვა დღეები საშუალოა. მშენებლობის დაწყებისთვის, სარემონტო სამუშაოებისთვის აქ არც ერთი დღე არ არის, მოდი ასე ვთქვათ, სასიკეთო, ცოტა ფრთხილად ვიყოთ 19-ში და 20-ში, რომ სამშენებლო რაღაც პრობლემები არ ეჩინონ თავი და არჩენ დღეები ნეიტრალურია. სხველი საყიდლებისთვის კარგია 21 ივნისის დღე და არ ვარგა 20 ივნისი. დარჩენ დღეები საშუალოა, სასამართლო პროცესების დასაწყებად ყველაზე ჯობია 19 ივნისი, ანუ ხვალინდელი დღე და არ ვარგა 20 ივნისის დღე. დარჩენ დღეები ნეიტრალურია, ანუ საშუალოა. ეხლა მოდი აღვნიშნოთ უკვე
ასევე საფინანსო რიტუალები ჩვენი. რიტუალები იცით ეს არის ის მოქმედებები, რომლის მეშვეობით ადამიანს შეუძლია ამა თუ იმ მოქმედებით მოიზიდოს ფინანსური ენერგია, ანუ ფინანსური ეგრეგორი და გამოჩვენოს თავისი ფინანსური მდგომარეობა. მაგრამ არასწორი მოქმედებით ამა თუ იმ დღეს შეიძლება პირიქით ფინანსები წავიდეს თქვენგან და ფინანსური დანაკარგის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. აი რა დღეებია ესეთი და რა მოქმედებები აქ საჭიროა. აი ხვალ მაგალითად 19-ში, აი დღესაც გეტყვით 18-ში მაგალითად დღეს ნუ დაეთვლით სხვის ფულს. თქვენი ფული წავა შემდგომ. ამას მეკცეთ ყურები, მაგრამ დღეს ქველმოქმედება ნებისმიერი კარგია. ხვალ 19-ში მაგალითად კარგია ფულის ვალში აღება გაცემა, ვალუტის ყიდვა გაყიდვა. აი ამ ხრივ ეს მოიზიდავს თქვენდამი ფინანსურ ეგრეგორს 20 ივნის სამშაბათს. აქ მაგალითად ნებისმიერი ქველმოქმედება იქნება კარგი, მაგრამ მოვერიდოთ კაპიტალ დაბანდებებს ეს პირიქით დამატებით ფინანსურ უსიამოვნებებს მოგიტანთ. 21 ივნის 4 შაბათს აქ მაგალითად მოვერიდოთ ყველა სახის სავალუტო ოპერაციებს, ეს დამატებით ფინანსურ სირთულეებს წარმოქმნის. 22 ივნის 5 შაბათს კარგია ფულის გადათვლა და ვალის დაბრუნება, მაგრამ არ ვარგა საათის შეძენა. 23 ივნის, ესე ვთქვათ, არ ვარგა აქ ამ შემთხვევაში ვალის დაბრუნება, კაპიტალ დაბანდება. 24 ივნის კვირას კარგია სავალუტო ოპერაციების ჩატარება და აქაც არ ვარგა ფულის ვალში გაცემა ან აღება. და 25 ივნისი ეს 25 იყო, 25 უკვე კვირა, 24 იყო ეს ახლა რაც აღვნიშნეთ ბოლო და 25-ში კვირას კარგია, ეს თქვათ ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, თუ ლომბარდერია იქნება თავისთავად კვირაა მაინც, კაპიტალ დაბანდება და არ ვარგა აქ ვალის დაბრუნება და საათის შეძენა. აი ხრი ვიყოთ ყურადღებით, იმიტომ ხა კვირა ესეთია, ადრე კვირას არავინ არ მუშაობდა და ეხლა მოგეხსენებათ კვირას ნახევარი ქალაქი მუშაობს, ყოველ შემთხვევაში თუ მეტი არ, ამიტომ ესე აღვნიშნე საყურადღებოდ, რომ თუ იქნება ლომბარდი ღია. ამ შემთხვევაში კი. ეხლა რაც შეეხება უკვე სხვა პროცესებს, მაგალითად ანგელოზის საათს. აი მოდი ამშვიდ რა დრო გვაქვს ჩვენ ეს ანგელოზის დრო, ანგელოზის საათი, როცა თქვენ შეგეძლიათ მიმართოთ თქვენს ფარველ ანგელოზს და გარკვეულწილად მიიღოთ ასევე მისგან ასევე დახმარება, თუ თქვენ ამას იმსახურებთ. 19-ში ხვალ ორ შაბათს დილის 8 საათიდან 10 წუთიდან დილის 9 საათამდე გასტონს ანგელოზის საათი. 20-ში ზეგ სამშაბათს დილის 8 საათიდან 55 წუთიდან დილის 9 საათამდე 45 წუთამდე გასტონს იგი. ზეგ 21 ივნის 4 შაბათს დილის, დღის როგორც გნებავთ, 11 საათიდან 10 წუთიდან დღის 12 საათამდე 3 წუთამდე გასტონს ანგელოზის დრო. 22-ში 5 შაბათს დღის 15 საათიდან 21 წუთიდან დღის 16 საათამდე 10 წუთამდე გასტონს. 23-ში პარასკევს დღის 16 საათიდან 15 წუთიდან დღის 17 საათამდე 15 წუთამდე გასტონს. ანგელოზის დრო 24-ში შაბათს დღის 16 საათიდან 25 წუთიდან დღის 17 საათამდე და 23 წუთამდე გასტონს და 25-ში შემდეგ კვირა დღეს უკვე ჩვენი გადაცემის შემდგომ საღამოს 20 საათიდან 10 წუთიდან 21 საათამდე გასტონს. აი ამ პერიოდის მსვლელობისას თქვენ შეგიძლიათ თხოვოთ რაიმე, თქვენ პარალელ ანგელოზს ან რაიმე კეთილი საქმე გააკეთოთ და მისგანაც მიიღოთ ამ კუთხით დახმარება. ეხლა მოდი ამშვიდ რომ რადგან მზე გადავიდა კირჩხების ზოდიაქოს უბრალოდ გადადის 21-ში 4 შაბათს კირჩხების ზოდიაქოს ნიშანში და ერთი თვე იქნება კირჩხიბში, რაც ყველა გარკვეულ ზოდიაქოს ნიშნებს ეს მისცემს რაღაც გარკვეულ მნიშვნელოვან ტენდენციებს და ამიტომ მოდით გადავხედოთ მოკლედ რა საკვირველია, რა ცვლილებები იქნება და რა სფეროებში ზოდიაქოს ნიშანთათვის. მაგალითად, ვერძისთვის, პირველ რიგში მოიტანხმოთ რომ ერთი თვე 21 ივნისიდან 20 დაახლოებით 2 ივლისამდე აქ ძირითადი ყურადღების კონცენტრაცია ვერცდა გადავა საყოფაცხოვრებელ საკითხებზე და ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებზე. მემკვიდრეობის საკითხების გადაწყვეტაზე შეიძლება აქ საინტერესო ურთიერთობა ასევე თუ გაუმჯობესებთ იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ თანადგომანაცავთა მხრიდან ხელშეუწყობს თქვენს ასევე მეტ წარმატებებს, ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება იქნება წარმატებული. ასევე ვერძი გვამსწრებს რომ აქ შეიძლება კომფორტი მოეწყოთ სახლში და საყოფაცხოვრებელ პრობლემების სასკეტოდ გადაწყვეტა ასევე გახდეს დამატებითი შემდგომ თქვენი შინაგანი კომფორტის შეგრძნების ერთ-ერთი ფაქტორი. ამიტომ ყველაზე დიდ წარმატებებს ვერძი აღწევს მაინც აქ სამშობლოში და აი ესეთ სფეროებში, რომელიც აღვნიშნეთ. რაც შეეხება კუროსთვის არის ისეთი თვე, რომელიც
რაღაც შეიძლება პატარა დისკომფორტი შემოიტანოს მის ცხოვრებაში, მაგრამ მნიშვნელოვანია. კურო უფრო მოიხსენებათ ისეთ ნიშანი, რომელსაც უყვარს წამოწოლა, ჯდომა, ნაკლები მოძრაობა, ნაკლებად დინამიურია. არა და ეხლა სწორედ უახლოესი 1 თვე გექნება წლის განმავლობაში ყველაზე დინამიური, იმიტომ რომ სამყარო ითხოვს ამას თქვენგან. გინდა წარმატება, მაშინ გაინტერესეთ. აი ესე დგას საკითხი. რაც შეიძლება მეტი შეხვედრები, მოლაპარაკებები, კონტაქტები, რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღება, ინფორმირებულობა თქვენი წარმატების ფაქტორია. უმჯობესდება ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, აქაც უნდა იყოს აქტიური, მეგობრული კონტაქტები, შეიძლება ახალ ფაზაში გადავიდეს ურთიერთობის, ამიტომ დინამიკა, მოძრაობა, კონტაქტები, მიღებული ინფორმაცია და ეს ინფორმაციის გადახარშვა და აქედან საინტერესო იდეების ჩამოყალიბება, რეალიზაცია, აი ეს არის მთავარი საწინდარი აქ თქვენი წარმატებებისა. რაც შეეხება და თანშუამავლის ფუნქციასაც შეასრულებთ, იქნება კიდევ უკეთესი. რაც შეეხება ამ ერთგვარად გაზრდით თქვენს ავტორიტეტს. ეხლა თვით ტყუპებს რაც შეეხება ტყუპების ზოდიაკოს, აქ მოდი ასე ვთქვათ, ტყუპებს შეიძლება ძალიან საინტერესო პერიოდი დაუდგეთ რა კუთხით. აი ძველი საქმეებიდან აქ შეიძლება მიიღონ მატერიალური დივიდენდები, რითაც გაუმჯობესებენ თავის მატერიალურ მდგომარეობა. შეიძლება ჩართონ ისეთ იდეა პროექტებში, რომელიც მაგალითად ეს იდეა პროექტები შეიძლება იყოს ჩართული საბანკო ეკონომიკურ სფეროში, შეიძლება იყოს მშენებლობაში, ან აგრობიზნესში, შეიძლება დიზაინში, არქიტექტურაში და ასეთ სფეროებში, პარტნიორულ კოსმეტიკურ სფეროში, ან დაუშვათ სადალაკო ინდუსტრიაში, საიდანაც შეიძლება ტყუპებს ასევე ძალიან კარგი შემოსავალი შემოვიდეს. და ამ მხრივ ფინანსური სფერო იქნება ძალიან მნიშვნელოვანი უახლოესი 1 თვის განმავლობაში. რაც შეეხება სხვადასხვა კაპიტალ დაბანებების კუთხითაც თუ კარგად იქნება მოფიქრებული ეს ყველაფერი, ამანაც შეიძლება ძალიან გამართლოს. კერჩქებს რაც შეეხება ეს ყველა წარმატებული ნიშანი იქნება, იმიტომ რომ მზე ეხლა უკვე გადავა 21-ში თქვენ ზოდიაკოს ნიშანში და ყოველ დღე უკვე 21-დან თქვენ იგრძნობთ რომ ერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა მატულობს, თქვენი ავტორიტეტი იზრდება, თქვენი შარმი, მიზიდულობა იზრდება, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, შემოქმედი, ყველაფერში იქნებით ფრიად წარმატებული, ამიტომ შანსები ყველაზე დიდი წარმატებების ყველა სფეროში აქვს სწორედ კერჩქებს მზარდი ინტუიცია, გაძლევს ზუსტი არჩევანის გაკეთებას და სწორი ნაბიჯების გადადგმას ასევე. რაც შეეხება ლომის ზოდიაკოს ნიშანს, აი ლომს ჭირდება ცოტა მეტი სიფრთხილე ყურადღება, განსაკუთრებით უკვე ივლისში, სადღაც 20 ივლისამდე. აქ მithumetas ეხა შემთვარე ასევე ისაც თქვენ ზოდიაკოს ნიშანშია, ჯერ კიდევ სანამ მას მარსი და ვენერა გაევლიან ეს ტენდენციები კიდე ცალკე მოქმედებენ თავისთავად, ამიტომ ლომს სჭირდება მაქსიმალური ყურადღება. ენერგოტონუსი თქვენი მცირდება, ჯანმრთელობა ხდება არამდგრადი, ამიტომ ნუ გადაიღლებით, ნუ გადაიტვირთებით, სარისკო მოქმედებებს მოერიდოთ, ფაული მტრების, ჭორების, ინტრიგების ტენდენცია მაღალია, ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურგს უკან და ენას კბილი დააჭერეთ. საიდუმლო დაიცავით და ესე იმოქმედეთ, თუ გინდათ რომ ის შემდგომი ეს 1 თვე ასე ვთქვათ, სერიოზული პრობლემების და უფრო სტაბილურად გამძლოთ. ქალწული ზოდიაკოს რაც შეეხება, პირველში მოიტანხმოთ, რომ ეს არის პერიოდი რეფორმებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებებისა. უახლოესი 1 თვე გაძლევთ საშუალებას დაიწყოთ ახალი საქმე, ჩამოყალიბოთ ახალი იდეა, პროექტი, გაიცნოთ ახალი ადამიანები, ჩამოყალიბოთ ახალი მეგობრული წრე. მაქსიმალური კონტაქტი უნდა გქონდეთ ინტერნეტთან, აქედან შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი საინტერესო ინფორმაცია, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, შეიძლება გადახვიდეთ ახალ ბინას, შეიძლება ახალი მანქანა შეიძინოთ, რაღაც სიახლეების და რეფორმების დრომოდის, რომელიც ხელს უწყობს აი ამ კუთხით თქვენს უფრო მეტად განვითარებას და წინსვლას. და რაც შეეხება სასწორებს სფეროში, ახლა ქალწულები თუ არიან ჩართულები ისეთ სფეროში, როგორც არის მაგალითად რეჟისურის ფართო სპექტრი, კომპიუტერული ტექნოლოგიები, სამეცნიერო კვლევითი სფერო, ან ჟურნალისტიკის, მასმედიის სფერო, აი აქედან არის შანსები ასევე რეფორმებისა, წარმატებებისა და განვითარებისა. რაც შეეხება სასწორს სჭირდება მაქსიმალური ასე ვთქვათ, დიპლომატია, თავდაჭერა ხელმძღვანელ პირებთან მიმართებაში, იმიტომ რაც მეტად კარგი იქნება ეს ურთიერთობა, მით მეტად ეს შექმნის ახალ პროფესიონალური წინსვლისთვის აუცილებელ შანსებს და პერსპექტივებს. მაგრამ ჯანმრთელობას მაინც გავფრთხილდეთ, განსაკუთრებით ივლისში, იმიტომ რომ ენერგოტონუსი თქვენი ცოტა ეცემა. ეცადეთ, რომ არ გადაიღალოთ ცოტმეტად. მორიელისთვის ძალიან საინტერესო პერიოდია, იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესოა მორიელი იქნება ძალიან აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შარმიანი, მიმზიდველი, ინტუიციაზე მაღალი რითის მეშვეობით სწორ არჩევანს აკეთებს და ძალიან კარგი დროა მორიელებო გზავრობისა და მოგზაურობისათვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტისათვის, უცხოეთში სტაჟირებისა და სწავლისათვის, უცხოელებთან ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობისათვის. ეს ყველაფერი მიიღებს ფრიად ნაყოფიერ ელფერს და შემდგომ თქვენს წარმატებებს მეტად განაპირობებს. რაც შეეხება შვილოსნებს, აი ამ შვილოსნებმა ენას უნდა კვილი დააჭირონ უახლოესი 1 თვის განმავლობაში. რას აპირებთ, სათმედი ხართ, რა გეგმები გაქვთ, წინ და წინ გათქვათ, ყველაფერი უკვე მოწავა.
ამიტომ ჯერ ნაბიჯი გადადგით, მერე გათქვით, მაშინ იქნებით წარმატებული. და ეცადეთ, რომ პარტნიორის ფინანსებზე არ აღმოჩნდეთ ჩამოკიდებული ან კოლექტიურ ხელშეკრულებებზე, რათა ამან კიდევ მეტად არ შეზღუდოს თქვენი თავისუფლად მოქმედების ტენდენცია. ენერგოტონუსით ცოტა ეცემა, ამიტომ ეცადეთ დროდადრო დაასვენოთ საკუთარი თავი. თხისკას რაც შეეხება, ძალიან უნდა გავფრთხილდეთ თხისკა პარტნიორულ ურთიერთობებს, იმიტომ რომ ეს იქნება მთავარი საწინდარი თქვენი წარმატების. ენერგოტონუსი მაღალია, ეს ნიშნავს შრომისუნარიანი, აქტიური, მოქმედია უახლოესი ერთ თვის განმავლობაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობა, იმიტომ რომ შეიძლება გამოჩნდეს ახალი ბიზნეს პარტნიორები, პარტნიორული თანამშრომლობა, შეიძლება გახდეს და ასევე არსებული სასიყვარულო, სტაბილური პარტნიორული ურთიერთობა, ასევე თავის მხრივ ხელს შეუწყობს სწორმოქმედება, საინტერესო იდეების რეალიზაციას, თქვენი შემოქმედებითი ნიჭის და უნარის ახლებურად გამოვლენას და აქედან გამომდინარე დამატებითი ფინანსური სახსრების და წარმატების მიღწევას. რაც შეეხება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს, მერწყულს სჭირდება მეტი ყურადღება ჯანმრთელობის მიმართ. არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ, ზედმეტად ნუ გადაიღლებით და დროდადრო დაასვენეთ საკუთარი თავი, რაც მეტად შეინარჩუნებთ დიპლომატიის მეშვეობით კარგ ურთიერთობებს კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, მის მეტად ხელს შეუწყობთ ასევე სტაბილიზაციას ურთიერთობებსა და ეს იქნება წინაპირობაში შემდგომი ასევე თქვენი კარგული განვითარებისთვის აუცილებელი ტენდენციებისა. თევზებს საინტერესო და კარგი პერიოდი აქვთ. უდავოდ რატო? იმიტომ რომ ენერგოტონუსი თქვენი 21-დან უკვე დაიწყებს მომატებას, შარმე მიზიდულობა იქნება არნახულად მაღალი, ინტუიცია მდგრადი, რითიც თქვენ განთავისუფლდებით ზედმეტად ილუზიებისა და ფანტაზიებისგან, თქვენი მოქმედება იქნება სწორი, დროული, წარმატებული, შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოვლენის უნარი იქნებათ არნახული. თუ თქვენ მით უმეტეს ხართ თეატრალი ან ხელოვნების რაიმე სფეროსთან ხართ დაკავშირებული, აქ ძალიან კარგად წარმოაჩენთ თქვენს შემოქმედებით არტისტულ მონაცემებს და ასევე მოდით აღმოჩნდეთ, რომ ეს პერიოდი კარგია კონკურსებში, ლოტარიებში მონაწილეობის და გამარჯვების მისაღებად. ასევე ხელს უწყობს იგი რას? ჰარმონიზაციას ურთიერთობების როგორც სასიყვარულო პარტნიორებთან, ასევე შვილებთან, რაც ერთიორად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს და როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი ორგანიზატორი ამ პერიოდში ძალიან კარგად წარმოაჩენთ თქვენს მონაცემებს, რაც ასევე გახდება სერიოზული წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. იმიტომ რომ ეს თევზები თუ ფუნქციონირებენ სახელმწიფო დაუშვათ აპარატის სტრუქტურებში, ან დაუშვათ თუნდაც თეატრალურ და ხელოვნების ფართო სპექტრში, ან დიზაინში, ხელოვნებაში და შემდგომ, მათ აქ ექნებათ კიდევ უფრო მეტი შანსები წარმატებისა და წინსვლისა. აი ესეთი გველდება ჩვენ უახლოესი ერთი თვე, 4-შაბათი დღიდან, როდესაც მზე გადავა კერჩხების ზოდიაქოში და უკვე ამ ტენდენციებს შექმნის ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეხლა მცირეოდენი ასე ვთქვათ ინფორმაცია მათთვის, ვისაც აქვს სურვილი პირადი ჰოროსკოპის შედგენისა, ესე კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ თუ თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ შეცვალოთ თქვენი ბედიღბალი, შეცვალოთ ბევრი რამ თქვენს ცხოვრებაში და გაიგოთ თქვენი კარმული მისია განვითარების, ასე ვთქვათ, გზა წარმატებისა, ამისთვის შეგვეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 91 52 38. მეორე 599 91 52 38. ეხლა რაც შეეხება უკვე მინერალებს, ქვებს, როდესაც ჩვენ საუბრობდით და პირველ რიგში აღნიშნოთ, ესე იგი დღეს, ესე იგი ჩვენ აღნიშნავთ, რომ მინერალები მნიშვნელობა მათი, როგორც თილისმები და როგორც ამულეტი. ძოწის ქვა, ერთ-ერთი ულამაზესი, ძალიან მნიშვნელოვანი ქვა არის, მოდი ასე ვთქვათ, ამ ქვას ენერგიით ორი პლანეტა, მარსი და იუპიტერი კვებავს. მოაქვს მას წარმატება ვნებიანი და აქტიური ადამიანებისთვის, ანუ მათთვის ვინც არ ზოგავს ძალებს მიზნეს მისაღწევად. ოდით გამეცნობილია, რომ ძოწის საბადოების შორი ახლოს აუცილებლად უნდა იყოს ალმასების საბადოებიც, რადგანაც ამ ქვებს შორის გარკვეული მიზიდულობა და ენერგეტიკული კავშირი არსებობს. როგორც თილისმა ითვლებოდა, რომ ძოწს ადამიანებისთვის მოაქვს ძალაუფლება, სიმხნევე, სიხარული და ოპტიმიზმი. ფეხმძიმე ქალებს იგი უმსუბუქებს შობიარობას, აღავსებს ხნეობითა და ენერგიით. ამ ქვას ატანდნენ მებრძოლებს, რადგან შემჩნეული იყო, რომ ძოწი იცავდა მათ ჭეობების მიღებისაგან. ბეჭედში ჩასმული ძოწი უზრუნველყოფს ადამიანთა კეთილგანწყობას, საშორებს პატრონს ხიფათს, აძლიერებს სადგულებას, იცავს ბნელი აზრებისაგან. აღმოსავლეთში მას შეყვარებულთა სიმბოლოდ მიიჩნევდნენ და შეყვარებულები მას სიყვარულის ნიშნად ჩუქნიდნენ ერთმანეთს. ამ ქვას არ უყვარს უინიციატივო ზარმაცი ადამიანები, მათთვის უსიავნობის მომტანია ყველივე ეს და ამ ქვის ძალა ვლინდება მხოლოდ დინამიურ და აქტიურ
ქმედებაში. განსაკუთრებით დაძაბული და რთული სიტუაციების დროს. ძოწის ხელზე დიდი ხნით ტარება იწვევს ემოციურ აღზნებას. ხოლო თვითქვა ასეთ შემთხვევაში ფერკთავდება. მისი ფერის ინტენსიურობა მატულობს მხოლოდ აქტიური ქმედების პირობებში. ასევე რეაგირებს ძოწი ადამიანის შინაგან მდგომარეობას დროდადრო აუცილებელი ამ ქვისგან დასვენება. ამიტომ ნუატარებთ მას მუდმივად. ეხლა გასაგებია რომ უღარს აქტიური ადამიანები და ვინ არიან ასეთი ადამიანები, რა საკვირველია ვერძი, მშვილდოსანი, შემდგომ ლომი. ნუ ნაწილობრივ შეიძლება დავუმატოთ მას ასევე მორიელიც. აი ეს ადამიანები მათთვის ძოწი კი ბატონო მშვენიერი ქვა არის, მაგრამ ეს არის შემსულ სხვას არ შეუძლია მისი ტარება. თუ თქვენ გრძნობთ რომ თქვენ ჭირდებათ ცოტა მეტი ენერგია, ძოწიც მოგცემთ ამ ენერგიას და შეგეძლიათ ცოტა მეტად ენერგიათ იმოქმედოთ, მაშინ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ და ეს დადებითვისებები, ასე ვთქვათ, როგორც თილისმები, ასევე თქვენზეც იმოქმედებს. როგორც ამულეტი, იგი იცავს პატრონს ბუნების კატაკლიზმებისგან ამშვიდებს, აძლიერებს სიცოცხლე ძალებს, მას წარმატებით იყენებდნენ სხვადასხვა ანთებების დროს, ციებ-ცხელების, სიყვირთლის, სასუნთქის სისტემის დაავადებისა და სამ შემთხვევაში მას ატარებენ ისერზე ჩამოკიდებულს, ოქროს ბუდეში, ხოლო ანთებითი პროცესის საწინააღმდეგოდ უმჯობესი იქნება მისი ვერცხლის ბუდეში ჩასმა. თუ თქვენ გასაჭიროებათ სიმშვიდე, მაშინ უარი უნდა თქვათ ამ ქვის ტარებაზე, რადგან პირიქით ის ხელს უწყობს ასე ვთქვათ, ემოციებს, დინამიკას, ენერგიას, ასე ვთქვათ, კონტაქტურობას და ამ შემდგომ. ამიტომ ეს არ არის მშვიდი ადამიანებისთვის, ამიტომ მე არ ვrჩევ ყოველთვის ამ ქვას, დავუშვათ იგივე ისეთ ნიშნებს, როგორც არის კალწული, როგორც არის კურო, როგორც არის თუნდაც თხისკა, რომელსაც უყვართ მეტი სიმშვიდე, სტაბილურობა, ეს უფრო აქტიური ადამიანების, ან იმათი, ვისაც უნდა მეტად გააქტიურება. აი მათთვის იქნება უფრო უკეთესი და კარგი. ეხლა ჩვენ დღეს მეც ვერ ვისაუბრებთ ქვებზე, იმიტომ რომ დრო არ დაგჭა რეალურად. ხვალ დილით 11 საათზე კიდევ ერთხელ თქვენ ნახავთ დღევანდელ ჩვენს გადაცემას ტელეკომპანია კავკასიას ეთერში. ამის გარდა, რასაკვირველია, ხვალ დილით ისევ შევხვდებით 15 წუთი რო დააგდება 9-ს ტელეიმედის სტილის გადაცემაში, შემდგომ გადანაცვლებთ რადიო იმედის სტილის გადაცემაში და უკვე 10-20 წუთზე შევხვდებით ერთმანეთს და შემდგომ დილის 10 საათზე რასაკვირველია პოსტივის სტილის გადაცემაში კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს. ამის გარდა თქვენცით რომ ხვამდელი ჟურნალი თბილისელები გაზეთი დასავალი მოგაწვით ასევე ინფორმაციას ასტროლოგიურს და ასევე თქვენცით რომ რადიო ფორტუნა ყოველ დილით სამჯერ გაწვით ინფორმაციას ჩემს მიერ გახმოვანებულს იმ დღის ასტროლოგიური პროგნოზის და მთელი კვირის პროგნოზის შესახებ. ამით ხართ გაფრთხილებული, შეერაღებული და იცით უკვე მეტნაკლებად დაალაგდა რომ რუსთავი 2-ზეც ასევე შაბათობით 3-ის ნახევრიდან ასევე ჩვენ გვაქვს პატარა 20 წუთიანი დაახლოებით ჩართვა, სადაც შეიძლება ასევე კიდევ შევხვდეთ და გავისაუბროთ ასევე საინტერესო თემებზე. და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ რომ დღეს ხვალზე ცოტა გავფრთხილდით საკუთარ თავს, მათ შორის წნევას, გავფრთხილდით ურთიერთობებს და იცით რასთან არის ეს დაკავშირებული, რაც ცოტა ყურადღებით გავიაროთ. 21-ში იცით 4 შაბათს რომ კარგია ლოცვა, კარგია სურვილის ჩათქმა, საკრალური დღეა განსაკუთრებული მნიშვნელობის და მთლიანობაში რომ ეს კვირაც, შემდეგი კვირაც ასევე იქნება უარყოფითი რგოველის, ეს მაინც ითხოვს ყველასგან ცოტა მეტი წინდახედულობის და სიფრთხილის გამოვლენას, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ურთიერთობების და მოქმედების მიმართ, რათა შესაბამისად არ დაუშვათ და უფრო სტაბილურად გავიაროთ ეს ცოტა ასე ვთქვათ კოსმიური გამოცდების პერიოდი. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, გემშვიდობებით, ბოლო შეხვედრამდე.